ვიდეოში გაიგებთ, რატომ სურდა შემოქმედებით ჯგუფს დათათოთაშხიას 24 სერიად გადაღება. რა წვლილი მიუძღვის ლეგენდარულ რეჟისორს ანდრეი ტარკოვსკის ამ პროექტში. რამდენი გამოიმუშავა სერიალმა გამოსვლიდან პირველ ორ თვეში. რატომ არ უნდოდა კინოსაბჭოს ოთარ მეღვინეთ უხუცესი დათას როლზე. სად გადაიღეს ფინალური სცენა და რა სირთულებს შეეჭიდნენ ავტორები გადასაღებ მოედანზე. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოგიყვებით როგორ შეიქმნა ჭაბუ ამირაჯიბის გენიალური რომანის დათათოთაშხიას ეკრანიზაცია და განვიხილავ ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალებს. აბა დავიწყოთ. რომანის ეკრანზე გადატანა თავდაპირველად თენგიზ აბულაძესა და გიორგი შენგელაიას სურდათ. თუმცა ისინი ნაწარმოების ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად განიხილავდნენ. ამის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოვიდა თავად ავტორი ჭაბუა ამირაჯიბი. მას მიაჩნდა, რომ ასეთ შეზღუდულ ქრონომეტრაჟში რომანის მთავარი სათქმელი ფილოსოფია და სიღრმე უბრალოდ დაიკარგებოდა. სარჩიმელია. და შენც არ ვიცი მიხარ. დაადევით ძირს იარაღი. ხალხო დათათოთაშხია ეს თუთაშხია. ამავე პერიოდში რეჟისორმა გიზო გაბესკერიამ, რომელიც მაშინ მოსკოვში სწავლობდა, ჟურნალ ცისკარში გამოქვეყნებული რომანი ერთ დღამში წაიკითხა. ნაწარმოებამ მასზე იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კითხვა სპეციალურად შეაჩერა, რათა ეს სიამოვნება გაეხანგრძლივებინა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტს ჩაუდგებოდა სათავეში. პარალელურად გიგა ლორდ-კიფანიძეს მეგობარმა თამაზ მელიავამ ურჩია რომანის წაკითხვა. ლორდ-კიფანიძეს მიხვდა, რომ ერთ ფილმში ამ მასშტაბის ჩატევა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ. ფილია მიგდა ყურიაგერ. არ შეინშულების სოდომინდა მე. და არც ის შენზე ჭკვიანი და უკეთესი რომ მოვიდეს პოლიცმეისტერად. ადექი ახლა. ქართული ფილმის ხელმძღვანელობამ მას თავად შესთავაზა მრავალსერიანი მხატვრული ფილმის გადაღება. შემოქმედებით ჯგუფს თავიდან 24 სერიანი მასშტაბური პროექტის განხორციელება სურდა, თუმცა მოსკოველმა ცენზორებმა სასტიკი უარი განაცხადეს და მხოლოდ 3-4 სერიას ითხოვდნენ. თითქმის მთელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მძიმე მოლაპარაკებები, სცენარის გადამუშავება და სამხატვრო საბჭოს განხილვება. საბოლოოდ შემოქმედებითმა ჯგუფმა შეძლო და მოსკოვისგან 7 სერიანი ფორმატის დამტკიცება მოიპოვა. მითხარი ახლა რომ გეკითხები. ამ სოროში თუ გამოახჩობ შვილებს ფული რა გადგინდა მაშინ? 100,000 რაფულია დათაბატონი. აგერონ პორტი, სიდროპულო ბერძენია. იმ ბერძენს უკვე ასრულებული აქვს 1 მილიონი უკვე. და მეორეზე მუშაობს кайხანია. ფული უნდა მოიგოს დათაბატონი. დაუღუპი ხარ ფულს, კაჟაია უბედო. რა სირთულები იყო პერსონაჟის ძიებისას და რატომ ეწინააღმდეგებოდა რეჟისორს კინოსაბჭომ მსახიობების კანდიდატურებზე. ფილმზე მუშაობა სცენარის დაწერიდან საბოლოო გახმოვანებამდე 2.5 წელიწადს გაგრძელდა. რეჟისორ გიგა ლორდ-კიფანიძეს არც ერთი ფოტოსინჯი არ ჩაუტარებია. მან ზუსტად იცოდა ვის რომელი როლი უნდა ეთამაშა. ამაღებინე ის ფული და ნახევარი შენი იყოს. წადი ახლა შენ გზაზე, რაჟა ვიზიკო. სამხატვრო საბჭოს ნაწილი ფიქრობდა, რომ მეღვინეთ უხუცესი ასაკის გამო დათას როლისთვის უკვე დაგვიანებული იყო. თავად მსახიობმა კი 4 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სხვა კინო და თეატრალურ როლზე უარი თქვა, რათა მთლიანად დათას სახის შექმნაზე ემუშავა. გააჩნია რა შემომთავაზებდით ბატონო. დუელი რომ შემომეთავაზებინა? არ მივიღებდი გამოწვევას. უსინდისობა იქნებოდა ჩემგან ის. ვითომ რათაო? დიდი უპირატესობა მაქვს ძალიან. ამიტომ სულ დარწმუნდა თქვენს უპირატესობაში. მოიცა ირაკლი. მომეცი იარაღი. ქალბატონო ნანო, აქ არაფერი მოხდება ისეთი, მაგრამ ბოდის ვიხდი მაინც. სად შეულობს ეს კაცი ასეთ იარაღს? დამიზნება არ ჭირია, თვითონ ხვდება დალოცვილი. დიდი დისკუსია გამოიწვია მუშნის როლმაც. ბევრს არ სურდა, რომ ასეთი დადებითი და სიმპათიური იმიჯის მსახიობს უარყოფითი პერსონაჟი ეთამაშა. აქ გავდი გავარ და სხვაგვარად არ ვწალმით. თუმცა რეჟისორი თვლიდა, რომ დათას და მუშნის დაპირისპირება მხოლოდ მაშინ იქნებოდა საინტერესო, თუ ორივე მხარეს ძლიერი და ღირსეული პიროვნება იდგებოდა. როგორ ეძებდნენ გრაფ სეგედის პერსონაჟისთვის მსახიობს და რა დახმარება გაუწია შემოქმედებით ჯგუფს ლეგენდარულმა რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ. გრაფ სეგედის შემსრულებელს საქართველოში დიდხანს და ამაოდ ეძებდნენ. გიზო გაბესკერია მსახიობის საპოვნელად ლიტვასა და მოსკოვში გაემგზავრა. სწორედ მოსკოვში იგი შეხვდა გენიალურ რეჟისორს ანდრეი ტარკოვსკის.
ტარკოვსკიმ მას ესტონელი მსახიობის იური იარვეტის მიწვევა ურჩია და პირადად დაუწერა სარეკომენდაციო წერილი. თავდაპირველად ესტონელმა მსახიობამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ტარკოვსკის წერილის წაკითხვისთანავე გადაწყვეტილება შეცვალა. გაბესკირია მოგვიანებით იხსენებდა, რომ დღემდე არ იცის რა ეწერა იმ წერილში, თუმცა სწორედ მან გადაარჩინა ეს უმნიშვნელოვანესი როლი. ახლა მოგიყვებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან სცენის ამბავს, რომელიც სრულიად იმპროვიზირებულად დაიდგა და რა რეაქცია ჰქონდა ჭაბუ ამირაჯიბს ამ სცენის დამატებაზე. სცენარი თავად ჭაბუ ამირაჯიბმა დაწერა, თუმცა ავტორს უჭირდა საკუთარი ტექსტის შემოკლება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო მწერალი და პოეტი ანზორ სალუქვაძე, რომელიც სცენარის სტრუქტურის დახვეწაში ეხმარებოდა. თავდაპირველად ჭაბუ ამირაჯიბი რეჟისორის ბევრ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა და მათ შორის კამათიც ხშირად ხდებოდა. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, როცა მწერალმა გადაღებული მასალა ნახა. კერძოდ დათას და მუშნის შეხვედრის სცენა სადგურის რესტორანში. ეგ დათა თუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. რასაპირებთ? არაფერს თქვენ ბრწყინვალება, მაგას სროლას ვერავინ დაასწრებს. ეს ეპიზოდი რომანში საერთოდ არ არსებობდა. იგი მთლიანად გიგა ლორთქიფანიძის იმპროვიზაცია იყო. რეჟისორს სურდა მთავარ გმირებს საბოლოო შეტაკებამდე ერთხელ მაინც შორიდან შეეხედათ ერთმანეთისთვის. ამ კადრების ნახვისას ჭაბუ ამირაჯიბმა ემოციები ვერ შეიკავა, რამდენიმეჯერ წამოიძახა. ოჩახ. ხოლო მოგვიანებით აღიარა, რომ ეკრანზე საკუთარი გმირების ასეთ გაცოცხლებას სრემლების გარეშე ვერ უყურებდა. ახლა განვიხილოთ, სად და როგორ იღებდნენ ფილმის სცენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ფილმის გადაღებები უმძიმეს ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა. შემოქმედები ჯგუფს მოუწია ბუნებრივ სტიქიებთან, გაუმტარგზებსა და ფიზიკურ გაუსაზრისობასთან გამკლავება. მე დათაბატონო მკვლევარი ვარ. მეგრულ ენასა და ადათ-წესებს ვეცნობ. გასაგებია? ვიტალი მქვია, ანდრეევი ვარ. გასაგებია. ფილმში გახსნითი სცენები აფხაზეთში გადაიღეს, სადაც ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილმა ძველმა ნანგრევებმა ფილმს უნიკალური ატმოსფერო შეძინა. ხოლო ყველის ამოყვანის პროცესი, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა სოფელში შემთხვევით ნახა, ფილმის პირველ გამხსნელ კადრად შეარჩიეს. ასევე ცნობილი სცენა, სადაც დათა და ბუბუტეიშვილი ჩანჩქერთან სხედან და საუბრობენ, გადაღებულია აფხაზეთში ბზიფის ხეობაში, რიწის ტბის მიდამოებში. ზოგიერთი ლოკაცია იმდენად მიუვალი იყო, რომ ავტომობილის მძღოლები გადაადგილებაზე უარს ამბობდნენ. ჯგუფს ტექნიკის ხელით ტარება და მთის მწვერვალებთან ფეხი დასვლა უწევდა. ასევე ფილმის დიდი ნაწილი სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებშია გადაღებული. აი კიდე ახლა მიცოლებული და მიყევი გზას. არ მინდა. არ შემიძლია. კიდე მომყალი არ შემიძლია. იგი და ხომა მემიტანე. არ შემიძლია. გულის ვაკი მაგ მე ვერ ხედავ. როგორც ვიმძანებ, გაცავატო. გამოხდა მცხეთასთან გადაღებების დროს და როგორ გადაურჩა მსახიობები დიდ ტრაგედიას. ფილმის ყველაზე საშიში ინციდენტი მცხეთასთან მდინარეზე ტივის სცენის გადაღებისას მოხდა. ძლიერი დინების გამო ტივმა მართვა დაკარგა და ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი და სხვა მსახიობები პირდაპირ კლდისკენ გაიტაცა. საბედნიეროდ ადგილზე მყოფმა მაშველება ბოლო წამს შეძლებს მსახიობების წყლიდან ამოყვანა და ტრაგედიის აცილება. ახლა კი გავიგოთ, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ გადამღები ჯგუფი და მსახიობები. არქიპოს ეთურის ეპიზოდები კახეთში ალავერდის ტაძრის ტერიტორიაზე ზამთრის გაუსაზლის ყინვებში გადაიღეს. ამისა პირისპიროდ ზაფხულის 30-40 გრადუსიან სიცხეში ოთარ მეღვინეთუხუცეს ტყის სცენებში მძიმე შალით, ჩოხით, ნაბადით და ყაბალახით უწევდა სირბილი. ფინალური ეპიზოდის გადაღებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოში საჭირო ლანდშაფტი ვერ მოიძებნა. რის გამოც გადამღები ჯგუფი უკრაინაში, კერძოდ ყირიმში გაემგზავრა და ფინალური სცენა, სადაც დაჭრილი დათა ზღვის ჰორიზონტს უყურებს და მაღალ ბორცვზე დგას, სწორედ იქ გადაიღეს. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ ფილმის სიუჟეტი. ფილმის სიუჟეტი უბრალო მეჯოგის დათა თუთაშხიას რთულ და ტრაგიკულ ცხოვრების გზას მიყვება. მისი ამბავი კანონგარეშე ცხოვრებამდე იწყება არა ამბიციით, არამედ მორალური ვალდებულებით. ის საკუთარ სახლში შეიფარებს იმპერიისგან დევნილ რევოლუციონერს. სტუმარ მასპინძლობის ადათის დასაცავად დათა იძულებული ხდება ჩაებას ხელჩართულ ბრძოლაში და რამდენიმე ჟანდარმი მოკლას. სწორედ ეს მომენტი ხდება გარდამტეხი. მშვიდობიანი მეჯოგე აბრაგად იქცევა. თუთაშხიას ეკრანული ევოლუცია სამ ძირითად ფაზად იყოფა. აქტიური ალტრუიზმი. დათა იარაღით ხელში ებრძვის უსამართლობას, ჯის ხარბებს და ეხმარება ჩაგრულებს. თუმცა ყოველი მისი კეთილი განზრახვა ხალხის უმადურობის, შიშისა და სიხარბის გამო ახალ ტრაგედიას იწვევს. ისაც შევაცი, მან გამხადა სწორედ. მე თუ არა სხვას გახადა მაინც. საქმეში ჩაურევლობა. იმედგაცრუებული დათა იარაღს გვერდზე დევს და წყვეტს სხვების ბედში ჩარევას. მობრუნდი აქეთ. არავის საქმეში არ ვერევი მე. არავის საქმე არა, საით ვიყურები და საით მიბრუნდები. ფილმი ნათლად აჩვენებს, რომ ტოტალიტარულ სისტემაში ნეიტრალიტეტი ილუზიაა.
ბოროტება მაინც პოულობს მას. მესიანისტური მსხვერპლშეწირვა. დათა ხვდება, რომ ბოროტების დამარცხება ძალადობით შეუძლებელია და შეგნებულად მიდის თავგანწირვაზე. ფილმის მთავარი ღირსება დათასა და მისი ბიძაშვილის მუშნი ზარანდიას ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური დუელი. პეტერბურგში გადავყავ მინისტრს დათა. დიდ თანამდებობას გვერდება ალბათ. ძალიან დიდს. შენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც. ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მოშნი. მუშნი მეფის რუსეთის იმპერიული მანქანის იდეალური განსახიერებაა. იგი ხვდება, რომ დათას ფიზიკური განადგურება მას ხალხის გმირად აქცევს. ამიტომ მისი მიზანი თუთაშხიას მორალური იზოლაცია და გადახვაა. მუშნი ყოველ ნაბეჯზე მზაკრულ მახეებსა და ჭორებს იყენებს, რათა დათას იდეალები გააუფეროლოს. თვითონ მუშტის ზარანდიას დავალება ეს. იცი შენ, ხელმწიფო პისტოლი კაცია და არ დაგეკარგება მისი სამსახური. ეცდები, მაგრამ ეს რა მოაფიქრები და მაგ ოჯახაში ნებოს. სისაძაგლისა და ვერაგობის მეტი რა მინახია მგონაზე, მაგრამ არისთან არაფერი ხმასთან. ფილმის კულმინაცია უკიდურესად ტრაგიკული და მრავალშრიანია. დათას და მის შვილს გუდუნას შორის რთული დრამა ვითარდება. დათას შვილს სიმართლეს უმალავს, რათა მისი სიკვდილის შემდეგ ბიჭის შურისძიების წყურვილმა არ გააბოროტოს. თუმცა მუშნი ზარანდიას მიერ საზოგადოებაში გავრცელებული ჭორების მსხვერპლის სწორედ twin-გამორეცხილი გუდუნა ხდება, რომელიც მამას საბოლოოდ ზურგში ესვრის. სასიკვდილო დაჭრილი დათას ირონიული ღიმილი და ფრაზა მაჯობა მაინც ფილმის უმთავრესი მეტაფორაა. რა მოაფიქრებინა ეს? მაჯობა მაინც. ეს სიტყვები მიმართული არა გუდუნას, არამედ მუშნისაკენ. ეს არის იმპერიული სისტემის გამარჯვების აღიარება, რომელმაც შეძლო დათას ყველაზე ფრთხილი ჰუმანური ჩანაფიქრით ჩაშლა და მისი განადგურება საკუთარი შვილის ხელით. ოთარ მეღვინეთუხუცესის მიერ შექმნილი დათას სახე ქართული სამსახიობო ხელოვნების მწვერვალია. მისი ფიზიკური ფაქტურა, მზერა და ხმა იდეალურად გადმოსცემს გმირის შინაგან ტკივილს და სულიერ სიდიადეს. ისეთები და იმდენი მოხდა ჩემს ახლომახლოს. ადრეს და ბოლო ხანებშიც რომ ვერ გამოიტანე აზრი რა ვქნა და როგორ ვიყო მე. თენგიზ არჩვაძის მუშნი კი არისტოკრატიული, ცივი და დახვეწილი ბოროტების ეტალონია. ახლა კი განვიხილოთ რა ბრძოლა მოუწია ფილმს საბჭოთა ცენზურასთან. ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყო ყველაზე დიდი ბრძოლა. სერიალის ბედი მოსკოვში ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობის კაბინეტში წყდებოდა. მოსკოვში ჩვენების დროს გიგა ლორქიბანიძე ქართულ დიალოგებს რუსულად განზრახ არასწორად თარგმნიდა. იგი პირდაპირ ეთერში ცვლიდა ფრაზებს, რათა ცენზორებს პოლიტიკური ქვეტექსტები და ეროვნული მინიშნებები არ შეემჩნიათ. მიუხედავად ეშმაკობის არქიფოს ეთურის ეპიზოდმა მოსკოვში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ცენზორებმა მასში საბჭოთა კომუნისტური სისტემის პირდაპირ ალეგორია და კრიტიკა დაინახეს. ფილმის ჩვენება რამდენიმე დღეში შეაჩერეს და სცენის მთლიანად ამოღება მოსთხოვეს. რეჟისორმა და ჭაბო ამერეჯიმმა ბოლომდე იბრძოლეს, წავიდნენ მცირე კომპრომისზე, ამოიღეს მხოლოდ ერთი დეტალი და ეპიზოდის მთავარი დედააზრი გადაარჩინეს. რა შვებით ხალხო, რა? რას გევხართ თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ ქვეუბედურებო, რა ჯიშის ხართ? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა? არ ფიქრო? ვერ ხედავთ ამას? რაო მათკაცმა? რაო და მარჩნალზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო? მოსასპობი და მამაძაღლიო? გაგოუბედუროს უნდა ხო? როგორ მიიღო მაყურებელმა ფილმი და რა რეაქციები მოყვა საზოგადოებაში დათა თუთაშხიას ეკრანიზაციას? ეკრანებზე გამოსვლის თანავე დათა თუთაშხია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში კულტურულ მოვლენად იქცა. ფილმის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ კინოთეატრებში ჩვენებებისთვის სპეციალური ნებართვა აიღეს. არაოფიციალური მონაცემებით მხოლოდ პირველ თვენახევარში 18 მილიონი მონეტის შემოსავალი მოიტანა. ხალხის მოთხოვნის გამო სერიებს კინოთეატრებში მთელი ღამის განმავლობაში აჩვენებდნენ. გაბესკირია ინტერვიუში იხსენებდა, რომ ოფიციალური ჩვენებების შემდეგ ღამე კინოთეატრის მფლობელები ფილმის ყველა სერიალს მიყოლებით ფარულად აჩვენებდნენ, რომლითაც დამატებით ეგრეთ წოდებული ლევი ფული კეთდებოდა. სიმართლე უნდა მითხრა ძამე კოთვარა, მოგიწევს კუპში ბანაობა ამაღამვე და 100 წელიწადს კიდევ. სტუდიაში ათასობით წერილი მოდიოდა, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პატარა რუსი გოგონას წერილი, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცეს ზიას დათას სახელით მიმართავდა და დახმარებას თხოვდა. ბავშვს ჯეროდა, რომ ეკრანზე ნანახი გმირი რეალურად არსებობდა. გიგა ლორქიფანიძემ ამ წერილს ფილმის ყველაზე დიდი აღიარება უწოდა. ბიძინა კვერნაძის და ჯანსუღ კახიძის მუსიკამ, ნანი ბრეგვაძის სიმღერამ, ლევან ნამგალაშვილის ოპერატორულმა ოსტატობამ და კახი ხუციშვილის მხატვრობამ შექმნა ეპოქალური ნამუშევარი. აი ასეთი დრამატული, რთული და თავგადასავლებით სავსე გზა გაიარა დათა თუთაშხიამ ეკრანამდე მისასვლელად. დათა თუთაშხია არ არის მხოლოდ კონკრეტული ეპოქის ქრონიკა. ეს არის ფილმი იგავი, რომელიც სვამს
ნიშნავს მარადიულ კითხვებს. როგორ ვერ ბრძოლოთ ბოროტებას ისე რომ თავად არ გავბოროტდეთ. ფილმი გვთავაზობ მწარე რეალობას, სისტემა ანადგურებს ინდივიდს, თუმცა თუთაშხიას მორალური გამარჯვება და მისი იდეა მაინც ხელშეუხებელი რჩება. ეს არის კინოშედევრი, რომელიც ყველა ეპოქაში აქტუალურია. სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა ჯიბეში პატიების ქაღალდს, მაშინვე შევდგებით ბერად და იმპერიის დღეგრძელობისათვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი თქვენო ბრწყინვალებავ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ კიდევ უფრო მეტი კინოისტორია გაიგოთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელ ქართულ თუ უცხოურ ფილმზე გინდათ მომამზადო შემდეგი ვიდეო. დაწერეთ კომენტარებში. აბა დროებით. იცახე რამდენის გინდა ხალხსა ჭორი ურჩევნია სიმართლეს. აბა კაიშორს განვარდნია მოძალადის სახელი ბეკარცნო. წავიდეთ და ვნახოთ შელებაშვილი. რა სიტყვაშია? წავიდეთ და წავიდეთ რა.